საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ნოვა პროდაქშენი წარმოგიდგენთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია მეხანძრე მაშველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება, მოქალაქეების სიცოცხლის და ქონების გადარჩენა, რასაც მეხანძრე მაშველები ყოველდღიური რეჟიმში ახორციელებენ ხშირ შემთხვევაში თავისი სიცოცხლის და რისკის ზღვარზე. სასწრაფოდ ბათუმში 26 მაისის 13 სახლი ჩამოინგრა მთლიანად. მთლიანად იყო ტვერში გახვეული 26 მაისის ქუჩა. აქ ძალიან ცუდი სურათი დაინგრა სახლი. ტვერი იყო. არაფერი არ ჩანდა სხვა. დაელაპარაკე ბავშვ, დაელაპარაკე, უხარი კარგად. იცოდით უკვე რომ ნანგრევებში იყვნენ მოქალაქეები. მაქსიმალურად სიზუსტით უნდა გვემუშავა, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით უნდა გვემუშავა, რადგან ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებისთვის ჩვენ მოქმედებას არ გამოიწვია ზიანი. დავინახეთ პირველ რიგში თმები, როცა გავანთავისუფლოთ, მე სახე გამოუჩნდა. პირველი, რასაც კითხულობდა, იყო შვილები. იგი იყო კონტაქტური და ჰქონდა მეტყველების უნარი, თუმცა იყო მოყოლილი სქელი ბეტონის მასებს შორის. დაღლა არ არსებობს, უძილობა არ არსებობს, სიმშილი არ არსებობს, მუშაობ. შეუსვენებლი მუშაობ, რომ რამენერად დაეხმარო და გაუწიო დახმარება. არ ჩერდებოდით ერთი წუთით. თუ იქნებ, იყოს და ცოცხალი იყოს და გადავარჩინოთ. ამ განცდით ვიყავით ყველა. ...2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმელებისთვის მზიანი, თბილი და მშვიდი დილა გათენდა. ქალაქი ცხელი ტურისტული სეზონის შემდეგ ყოველდღიურ წყნარ ცხოვრებას მიუბრუნდა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს დღე ბათუმის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, შემზარავი ტრაგედიის სახელით შევიდოდა. 2021 წლის 8 ოქტომბრის დილა იყო ჩვეულებრივი, სტანდარტული და მშვიდი. შემოსულ შეტყობინებებზე მეხანძრე მაშველები აკეთებდნენ რეაგირებებს, როდესაც 11 საათსა და 53 წუთზე 112-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ ცენტრში ქალაქ ბათუმიდან შემოვიდა შეტყობინება 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით. 112 გისმენთ დახმარება გისაჭიროებს. გამოჩვენე პოლიცია ყველაფერი გამოუჩვენს. დამართველოს 26 მაისის 13 ნომერში მგონი კორპუსი ჩამოინგრა თუ რა ვიცი. ეს შეტყობინება რომ შემოვიდა და რაციაზე გაჟღერდა რომ ჩამოინგრა სახლი. ამ შეტყობინებაზე კარგად მახსოვს რაცია ავიღე და რატომაც და ცენტრი ერთ ჩვენ ოპერატიულ ცენტრს რადიოსადგური და გადავეცი რომ რამდენი ინიციატორი ყავს მეთქი ამ შეტყობინებას. პირველად გადმომცეს ერთი ინიციატორიაო და ერთი წუთი არ იყო რამოდენიმე წამში გადმომცეს რომ ძალიან ბევრი ზარები შემოდის. ახლოს არ მისვიდეთ გამოდით შენობა. დაინიზა 26 მაისის. 112 წმენდა ხმალება გისაჭიროებათ. სასწრაფოდ ბათუმში 26 მაისის 13 სახლი ჩამოინგრა მთლიანად. მთლიანად ჩამოინგრა ხალხია მოყოლილი სასწრაფოდ. ჩამოინგრა შენობა და საშინელება ხდება და სასწრაფოდ სამაშველოები გამოიძახეთ. აი არ ვიცი ისეთი ბუღია შენობა ჩამოინგრა და არ ჩანს არაფერი. სამუშაო პროცესში ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ
რა უნდა ვიკითხოთ, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ხშირია ფასადი ჩამოინგრა, ჩამონგრევის საშიშროება, მსგავსი შეტყობინებები 24 საათის განმავლობაში. დარწმუნებით ვამბობ, ყველა შეტყობინებაზე შესაბამის რეაგირებას ვაკეთებთ, რომ რამე დეტალი არ გამოგვიჩნდეს. 112-ში პირველი შესული ზარიდან დაახლოებით 2 წუთში ბათუმიდან 40-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს. პანიკაში მყოფი ადამიანები სასწრაფოდ შველას ითხოვდნენ. ვინაიდან იყო ძალიან ბევრი ზარები, ჩვენ ერთი სამაშველო მორიაგირე ჯგუფის ნაცვლად გავუშვით რამოდენიმე სამაშველო მორიაგირე ჯგუფის შემთხვევის ადგილზე და ზუსტად ეგ იყო ერთადერთი იმის მიზეზი, რომ ჩვენ დროულად დავიწყეთ საძიებო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებით. შეტყობინების შემოსვლისთანავე გავიდა 2 ავტოცისტერნა და სამაშველო ავტომანქანა, ასევე გამოვყევი მეც მოსვლისთანავე დადგინდა, რომ 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ სადარბაზო მთლიანად იყო ჩამონგრეული. შეტყობინების შემოსვლისთანავე პირველი სამაშველო ჯგუფი ზუსტად 2 წუთში იყო შემთხვევის ადგილზე. აქ იყო საშინელი ხმაური, ყვიროდენ ხალხის ხაოსი. უკვე დაზუსტებული ინფორმაცია მივიღეთ აღნიშნული ჯგუფიდან, თუ რა მასშტაბის გრევასთან იყო საქმე. და ძალიან ცუდი სურათი, ჩამონგრეული იყო კორპუსის, საცხოვრებელი კორპუსის ერთი მხარე, სადარბაზოს ერთი ნაწილი. იყო ძალიან ქაოსური მდგომარეობა, მოქალაქეები იყვნენ ძალიან აღელვებულები. ადგილზე მოვედით სხვა სამსახურებთან ერთად, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სამაშველო სამსახური ბუნებრივი ადგილზე დაგვხვდა. არავინ არ ელოდებოდა გამოძახებაზე, როცა გავდიოდით, არავინ არ ელოდებოდა ასეთ ფაქტს, რომ იქნებოდა ასეთი სურათი, არავინ არ ელოდებოდა. ბევრი გამორბოდა, ბევრი იყო ფანჯრებში, იყო დარჩენილი და ყველა აივანზე, ყველა სარკმლიდან იყურებოდნენ მოქალაქეები. შველას ითხოვდნენ ამ კორპუსის მაცხოვრებლები. ჩამონგრეული იყო სადარბაზოს ერთი მხარე, რაც შეეხება მეორე მხარეს, ფაქტობრივად ყველა ბინა იყო გადარჩენილი, მხოლოდ რამოდენიმე ბინის კედელი იყო ჩამოშლილი და იყო ღია ხედი ჰქონდა ბინას. თუმცა მაშველთან ერთად პირადად ავედი სამაშველო კიბის სპეციალური ავტომანქანის დახმარებით ყველა სართულზე და ყველა სართულის შემოვლა გავაკეთეთ იმისთვის, რათა იქ კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა, ხო არ იყო ვინმე დარჩენილი, ვისთვისაც შეიძლება საფრთხის შემცველი ყოფილიყო და მათი ევაკუაცია მოგვეხდინა უსაფრთხოდ. ბუნებრივია ეს იყო საფრთხის შემცველი, მაგრამ იმ მომენტისთვის რა ვითარებაც აქ იყო, ვერც ერთნაირად ვერ გავაანალიზებდი, ვერც მე და ვერც ერთი ჩემი კოლეგა, რომ ეს შეიძლება პირადად ჩემთვის ან ვინმესთვის საფრთხის შემცველი ყოფილიყო. ამ კორპუსში უკვე მოქალაქეებს ხედავდით, რომ იდგნენ აივანზე და აკვირდებოდნენ ამ პროცესს და იყო შიში მაგის, რომ შესაძლებელია ეს კორპუსი სულ ჩამონგრეულიყო. ჩვენი თხოვნით და მეხანძრე მაშველების დახმარებით იქნა მოქალაქეები გამოყვანილი და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მოქალაქეთა ის მღელვარე ნაწილი გაგვეყვანა მითითებული ტერიტორიიდან, რამე თუ მათთვის ეს იყო საფრთხის შემცველი. დაახლოებით რამოდენიმე წუთში მობილიზებული იქნა ქალაქის სამსახურები, ასევე მობილიზებული იქნა მძიმე ტექნიკა და შეპესების აწეკრანები და დავიწყეთ მუშაობა ნანგრევებიდან ხალხის გამოსათავისუფლებლად. წინასწარ შეფასებული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო კიდევ მომხდარიყო დარჩენილი კორპუსის ჩამონგრევა. ჩვენ მივიღეთ უკვე შესაბამისი ზომები და ადგილზე გამოვიძახეთ შესაბამისი რაოდენობის მეხანძრე მაშველები. პირველივე წუთებში რაც მოხდა, ეს იყო სრული მობილიზება გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დანაყოფებიდან მობილიზების გაკეთება და რაც შეიძლება მოკლე დროში მომხდარიყო შემთხვევის ადგილზე მისვლა.
თავიდანვე ვიცოდით, რომ 7 სართულიანი იყო შენობა. წარმოვიდგინეთ უკვე ის სირთულე და ის ნანგრევები თავიდან ბოლომდე დამატებითი ინფორმაცია გზაში მსვლელობის დროს მივიღეთ, რომ საერთოდ თავიდან ბოლომდე დაშლილია 7 სართული. მაგრამ ლოდის გადააჭავდა, რა თქმა უნდა, ადგილზე მისვლის შემდეგ. წამოვედი ზუგდიდიდან, ჩვენი დაკომპლექტება მოხდა ძალიან სწრაფად. პირველები ვიყავით 3 გლოდან ჩამოვიდა დანიშნულის ადგილზე. ვიცოდით, რომ კორპუსი იყო ჩამონგრეული, ჩამოშლილი იყო კორპუსი და ინფორმაცია ჰქონდა, რომ შიგნით იყვნენ ხალხი მოყოლილი. იმერეთიდან, სამეგრელოდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან, შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან, ცხეთამთიანეთიდან, თბილისიდან მეხანძრე მაშველების კოლონები ბათუმისკენ დაიძრნენ. დაახლოებით დღის 3 საათისთვის ადგილზე უკვე 300-მდე მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული. პირველი, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქუჩაში მდგომ ავტომანქანაზე, რომელზეც დაცემული იყო დიდი ზომის ბეტონის ფილა. შიგნით იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც დროულად და სასწრაფოდ საჭიროებდა მანქანიდან ამოყვანას და შველას. თუ ჩამოვარდა შენობა, ვიხდი რაღაცა ჩამოვარდა, მანქანიდან გადმოვარდი. ნგრევისას რამდენიმე ტონიანი ბეტონის ფილა კორპუსთან მდგომ მანქანას დაეცა. უკანა მოვიხედე, არაფერი არ ჩანდა საერთოდ, ხელა მტვერი და ბუღი იყო, საერთოდ არაფერი არ ჩანდა. აიმე. ჩემი შვილის ტირის ხმა გავიგონე. ვერ მივედი და ხელებით მოვეფერე ჩემი შვილის და წყალი დავალევი, რომ ძალიან ტიროდა და სახეზრი იყო გაშაებული. დაახლოებით აი ამ ადგილას იყო ის ავტომობილი, რომელიც მოვედით, ტვერის ალში იყო გახვეული. შიში იყო ჩემ შვილს, ვერ შველოდი, ამას ვერ ვაკეთებდი, შიგნით ვერ ჩავდიოდი. ჩემი შვილი პატარა იყო, რა თქმა უნდა. იმაში ის შველას ითხოვდა. ძალიან ცუდი შეგრძნება მქონდა, რა თქმა უნდა. შვილთან ვერ მივდივდი და ამე ვერ უშველე საერთოდ. მე რამე ვერ გავაკეთე. მაშველებმა გააკეთენ, რაც გააკეთენ. შვილთან მე ვერ მივედი. უკანა სავარძელზე მძინარე წლისა და 3 თვის იონეს დაზიანებულ მანქანაში ფეხი გაეჭედა. ბეტონის ფილა კი ბავშვის მანქანიდან ამოყვანას შეუძლებელს ხდიდა. ბავშვის მშობლები ითხოვდნენ, შვილი გადამეჩინეთ და ჩვენ კიდე აი იმ ტვერში ვცდილობდით, სად იყო მისი შვილი რა, ხო არ ვიცოდით რეალურად სად იყო რა. თორსა ვიპოვეთ რომ იყო მანქანაში ჩვენი მეხანძრე მაშველები ბიჭებთან ერთად ნახეთ რომ ავტომობილის უკანა სავარძელზე იყო ბავშვი. დიდი ფილა იყო ზევიდან დაცემული და დაელაპარაკე ბავშვს, დაელაპარაკე, უთხარი კარგადა. კაჩვის დროს ამოვიყვანენ და ვარაუდი მქონდა რომ მარცხენა ფეხი ექნებოდა დაზიანებული და ექნებოდა სისხლი, მაინტერესებდა ჩემ იმ წუთას ძალიან ისეთი ფაქტორი იყო და რომ გავხადე შარვალი, არაფერი სისხლი არ ჰქონდა და შემოვტრიალდი თუ არა, სასწრაფო ვიცოდი რომ ჩემს უკან იდგა საკაცე იყო და იქ მივიყვანენ და რომ დავაწვინე, აი რომ კარგად იყო და ჯამთილად იყო, ჩავეხუტე და წარმატებები უსურვებ. 12 საათსა და 15 წუთზე მეხანძრე მაშველების მიერ ბავშვი ცოცხალი და კონტაქტური იქნა ამოყვანილი ავტომანქანიდან და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო კლინიკაში. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მეთქი მეორეჯერ გათენდა ჩემ ცხოვრებაში ისეთი დილა როცა ჩემი იოანე დაიბადა. ისეთი შეგრძნება მქონდა ჩემი იოანე ამოიყვანეს და რომ მითხრეს რომ ყველაფერი კარგად არის.
მოდი რა და სამუდა გავასწავლიშო. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ძალიან ისეთი კოორდინირებული მუშაობა, როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან, ისე ბათუმის მერიასთან, რომლებიც მეხანძრე მაშველებს და სამაშველო ჯგუფებს დროულად აწვდიდნენ დაზუსტებულ ინფორმაციას დაშავებულების რაოდენობის შესახებ, რამდენი მოქალაქე შეიძლებოდა ყოფილიყო ნანგრევებში მოყოლილი. პირველ რიგში მოხდა გადამოწმება სახლში მყოფი, შესაძლო მყოფი ადამიანების, თუ ვინ შეიძლებოდა ნანგრევებში და რამდენი ადამიანი შეიძლებოდა ნანგრევებში ყოფილიყო მოყოლილი. ამ სადარბაზოში ადგილზე მისვლისთანავე გაირკვა, რომ ცხოვრობდა 10 ოჯახი. მოძიებული იქნა ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელმაც გაგვიმართა, რომ სავარაუდოდ უნდა მოყოლილიყო შიგნით 11 ადამიანი და ზუსტი რაოდენობა მაცხოვრებელი ზოგს აქირეული, ზოგის კიდე ბინა ჰქონდა და ცხოვრობდა თბილისში და ზუსტი რაოდენობა ვერ დაგვისახეს, რამდენი იქნებოდა მოყოლილი ნანგრევებში. მოხდა პოლიციასთან კოორდინაციაში აღწერა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის, შესაბამისად დადგინდა ადამიანების რიცხვი და ასაკი, თუ ვინ შეიძლებოდა რომ ნანგრევებში ყოფილიყო. ასევე მოპოვებული იყო ინფორმაცია ოჯახის წევრებისგან, რომელ სართულზე ცხოვრობდნენ ეს კონკრეტული მოქალაქეები, რამდენი მოქალაქე იყო და პლუს ამას, ბინების განლაგება. ყოველთვის ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი რაღაც ვაცნობიერებთ, როცა იქ შეკრებილ ადამიანები, ახლობლები ელოდებიან იმ ადამიანს, რომელიც გასაჭირშია. იქ ვაცნობიერებთ თუ იმათთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქმედება და ამის გამო არასდროს არ ვკარგავთ იმედს და მაქსიმალურად ბოლომდე ვიხარჯებით თითოეული ჩვენთაგანი. ჩვენ ვიცოდით იქ მოყოლილი ადამიანები, ვინ რომელ სართულზე იმყოფებოდნენ და ამის საორიენტაციოდ ვიწყებდით უკვე მუშაობას. და ჩვენთვის ასევე ცნობილი იყო, რომ ნანგრევებში ასევე იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ყველა მეხანძრე მაშველიც ხელმძღვანელიდან დაწყებული ვალდებულები ვართ, რომ უმოკლეს დროში მივიღოთ ისეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, რაც დაშავებულებისთვის, დაზარალებულებისთვის ბევრად უკეთესი იქნება. სამაშველო ოპერაციების დაწყებიდან უმოკლეს დროში შემთხვევის ადგილზე ჩამოგზავნდა შინაგან საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. მინისტრის ჩამოსვლისთანავე ადგილზე შეიქმნა სპეციალური საგანგებო სიტუაციების შტაბი. სამუშაოების დაწყების წუთიდანვე გათვლილი და გათვალისწინებული იყო ის, რომ ღამის განმავლობაშიც მოგვიწევდა მუშაობა, მოეწყო განათებები, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ მთელი ღამის განმავლობაში გვემუშაოთ. ნანგრევები დაყრილი იყო დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე. და ჩვენ დავიწყეთ ამ ნანგრევების გაწმენდა და ნელი ტემპით ჩავდიოდით და რა თქმა უნდა სიმაღლეს თავისთავად ნელ-ნელა მცირდებოდა. 1500 კუბურ მეტრზე ჩამოშლილი მასა 2100 ტონას შეადგენდა. ასეთი იყო 7 სართულიანი შენობის ნგრევის მოცულობა. მძიმე ტექნიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებდნენ, როცა დიდი მოცულობის ბეტონის ფილების აწევა იყო საჭირო. დანარჩენი სამუშაო შიშველი ხელებით უნდა ჩატარებულიყო. ვინაიდან ადგილზე იყო ძალიან დიდი ზომის სამშენებლო მასა და იყო იმის საშიშროება, რომ შესაძლებელი იყო კიდე ყოფილიყო გრევა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საძიებო სამუშაოები გვეწარმოებინა მხოლოდ და მხოლოდ ხელით. მაქსიმალურად სიზუსტით უნდა გვემუშავა, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით უნდა გვემუშავა, რადგან ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებისთვის ჩვენ მოქმედებას არ გამოიწვია ზიანი. დავიწყეთ წერტილოვანი მუშაობა კონკრეტულ ლოკაციებზე. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებული ჰქონდა სპეციალური აკუსტიკური ტექნიკა, რის საშუალებითაც მოხდა იმ ადგილების აღმოჩენა, სადაც ცოცხლად გადარჩენილი ადამიანები არსებობდნენ. გამოვიყენეთ სეისმო-აკუსტიკური მოწყობილობები, ასევე ნანგრევებში სამუშაო სპეციალური ვიდეოკამერები, ასევე ჰიდრაულიკური მოწყობილობები და ძალიან ფრთხილად და
და რისკის ზღვარზე ვაწარმოებდით საძიებო სამუშაოებს. დავიწყეთ 3 ლოკაციაზე მუშაობა. პერიოდულად ვაჩერებდით იქ მომუშავე მძიმე ტექნიკას და სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით ვახდენდით, ასე რომ ვთქვათ, მიყურადებას. იყო სრული სიჩუმე რამოდენიმე წუთის განმავლობაში, რადგან ჩვენ ზუსტად და სრულად გაგვიგო სადმე ნანგრევებიდან ხო არის მოდა ვინმე დაშავებულების ხმა, რომ გვეწარმოებინა წერტილოვანი საძიებო სამუშაოები. ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, იქ შეკრებილ ადამიანებს, მეხანძრე მაშველებს, ყველას ერთადერთი იმედი აერთიანებდათ, რომ ნანგრევებში ცოცხალ ადამიანებს მიაკვლევდნენ და მათ გადარჩენას მოახერხებდნენ. სწორედ ასეთი შემთხვევის დროს გამოვიდა კონტაქტზე ქალბატონი. და უშუალოდ იმ ლოკაციაზე, სადაც გამოვიდა ქალბატონის ხმა, დავიწყეთ უკვე გასუფთავებითი სამუშაოები. ნელა-ნელა, ერთმანეთთან ძალიან კომბინირებულად და შეწყობით მუშაობდით, რო არ გამოგვეწვია იმ ადამიანის დაზიანება. ხელის თითი. ქალბატონი იყო მოყოლილი რამდენიმე სართულის ქვევით, ჭირდებოდა რამდენიმე ფილის, ბეტონის ფილის გადაჭრა, რომ მივსულიყავით არსებულ ლოკაციამდე, სადაც ქალბატონი იმყოფებოდა. 10 წუთი კონტაქტზე იყო, რაღაც მომენტში ითიშებოდა და უშად ხმა, ანუ ძალა ეკარგებოდა, ეთყობოდა, მე ძალას მოიკრებდა, ისევ დაიყვირებდა, რომ აქ ვარ მიშველეთ და ესეთ. გარკვეული მასის ხელის გაწმენდის შემდეგ აუცილებელი გახდა ბეტონის ფილის გადატანა, რომ გაგვეგრძელებინა მოქალაქის გადარჩენის სამუშაოები. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად მოხდა მძიმე ტექნიკის გამოყენება, ამოვიღეთ ბეტონის ფილა. გამონთავისუფლების მერე, ბეტონის ფილების ჩაჭრის მერე, პარალელურ რეჟიმში გავდიოდით ქალბატონთან კონტაქტზე. რამე ხო არ ჭირდებოდა, წყლის მიწოდება ხო არ ჭირდებოდა. საჰაერო გზების გასუფთავება დავიწყეთ, რომ გარშემო ჰქონდა ბეტონის ნაფხენები დაყრილი. და აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩასულიყო ერთი მეხანძრე მაშველი და უშუალოდ ერთ მეხანძრე მაშველს გამოისუფთავებინა ეს ბეტონის ნანგრევების ნაფხენები. დავინახეთ პირველ რიგში თმები, როცა გავანთავისუფლოთ, მე სახე გამოუშთა, ანუ სახე იყო სულ მტვერი და რაღაც ნანგრევების გადავასუფთავეთ ზემოდან. და გაუსუფთავეთ გარშემო ხელით, პირი მოუბანეთ, რომ სასუნთქი გზები გაგვესუფთავებინა და დავიწყეთ უკვე უშუალოდ ფეხის გამონთავისუფლება. ყველაზე მეტად ამამახსოვრდა ის, რომ იმ ქალბატონის იმედიანი თვალები, რომელიც ებრძოდა იმ ნანგრევიდან ამოსვლას საკუთარი ხელებით, ჩემი დახმარებით. ცოტა დარჩა, ცოტა. სულ ცოტა ბიჭებო. პირველი, როდესაც ქალბატონთან უშუალოდ ჩავედით, პირველი, რასაც კითხულობდა, იყო შვილები. იკითხა ბავშვები, რომელიც მისი გადმოცემით უნდა ყოფილიყო მის საღებ ოთახში ერთი, მეორე საძინებელში მძინარე უნდა ყოფილიყო, ესე ამიხსნა თვითონ. როკი დაიჭირეთ კარგად. რაღაც 2 საათი გავიდა დაახლოებით, შეიძლება მეტიც უფრო, ბოლო-ბოლო გავანთავისუფლეთ ეგ ნანგრევები, ქალბატონი ამოვსწრეთ ორმა მეხანძრე მაშველმა. ბიჭებო, გაათავისუფლეთ. გამოვიყვანეთ ნანგრევიდან მეხანძრე მაშველებმა და რა ვიცი, ყველა დიდი იმედი ჰქონდა, რომ გადარჩა ერთი ადამიანი სიცოცხლე ამ ნანგრევებიდან.
ამ კადრებს ვერ ამივერწაშლის ანუ რაც ხდება ჩვენს ირგვლივ ანუ ხალხი რა როგორც მუხს გვაძლევს ოვაციებით შეძახილებით რომ მიდით ბიჭებო თქვენი მოდით ჩვენ მოხერხეთ ქალბატონის ნანგრევებიდან ცოცხლად გამოყვანა რომელიც სასწავლო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში და შემდგომ ჩვენთვის გახდა ცნობილი რომ ქალბატონი გარდაიცვალა რაც ყველა მეხანძრე მაშველისთვის და ეკოფისთვის იყო ძალიან სამწუხარო გავაგრძელეთ ისევ ძებნაშველით ღონისძიება, რადგან ვიცოდით კიდე ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების შესახებ. გასუფთავებულ ფილას, რომელსაც ხსნიდით, მაგ დროს ვიყენებდით მარტო მძიმე ტექნიკას, რადგან არ ვიცოდით ინფორმაცია იქ შეიძლება იმ ქალბატონივით კიდე ყოფილიყო შიგნით ცოცხალი ადამიანი. იქ მობილიზებულ მძიმე ტექნიკას პერიოდულად ვთიშავდით და ხალხს ვთხოვდით დროებით გაჩუმებას, რადგან გამოგვეყენებინა სპეციალური ხელსაწყო. ამ აპარატურის მიერ დაფიქსირების შემთხვევაში გარკვეული აკუსტიკის ხდებოდა მითითების გაცემა, რომ სრული სიჩუმე ყოფილიყო შემთხვევის ადგილზე და მინდა გითხრათ, რომ ეს ცალკე ისეთი მძიმე ემოციურად სანახავი იყო, როდესაც ასეთ შემთხვევაში ასეთი ხმაურიან ადგილზე სამარისებური სიჩუმის ჩამოწოლის, რაც საშუალებას გვაძლევდა, რომ ზუსტად აღმოგვეჩინა ის ადგილები, სადაც შეიძლებოდა ცოცხალი ადამიანები ყოფილიყვნენ მოყოლილი ნანგრევებში და ამა რა თქმა უნდა თავისი შედეგი გამოიღო. სწორედ ამ დროს გაისმა მამაკაცის ხმა და დავიწყეთ უკვე მამაკაცზე უშუალოდ ძებნაშველით ღონისძიება. ზვიად თავდგირიძე. ნანგრევებიდან სწორედ ეს სახელი და გვარი ამოსახა იქ ჩარჩენილმა მამაკაცმა. მე-6 სართულზე მცხოვრები მამაკაცის ცოცხლად ამოყვანას, რომელიც ნგრევის დროს სახლში მარტო იყო, ბედად გადარჩენილი დიდი ოჯახის ყველა წევრი სულ მოუთქმელად ელოდა. ოქტომბერს დილით, გასული წლის ოქტომბერს დილით წავედი სამსახურში 9-ის ნახევარზე. დაახლოებით 12-ის ნახევარზე ძალმა დამირეკა, რომ სახლი დაინგრავა. ბავშვები მეორე ცოლაში არიან სკოლაში და დილით სახლში არიან ხოლმე. და ბავშვებმა დაიჯინეს, გვინდა აი ამ პარკში, გვინდა საქანელებზე, გვინდა ყოფნაო და დაიჯემეს და დედამისი წამოიყვანეს ზალათი. 10 წუთით ადრე ამ კატასტროფის საბედნიეროდ ასე. დარჩა ზვიადი, რომელიც კინოს უყურებდა იმაში და არ დაანება კინოს თავი და დარჩა სახლში. რაიმე. ბოლო სართულზე იყო ყველაზე მაღლა ზვიადი იყო და მე-6-დან პირველ სართულამდე ნანგრევებთან ერთად ჩავარდა.
ცნობილი გახდა მეორე ცოცხალი მოქალაქის სავარაუდო ადგილსამყოფელი, რომელთან მიახლოებასაც ვერ ვახერხებდით, რადგან მის ირგვლივ ეყარა ნანგრევების დიდი მასა და ასევე ბეტონის დიდი ფილები. პირველი კითხვა ვეკითხები აუცილებლად და ვკითხულობ სახელ და გვარს, ეს იმას მეტყველებს, რომ რამდენად გონებაზია, რამდენად შეიძლება დამატებით კიდე კითხვებზე გავცე შესაბამისი პასუხი და საბედნიეროდ ამ შემთხვევაშიც არ დამჭირდა არც ყვირილი, არც სპეციალური რამე ხმოვანი, ხმის გამაძლიერებელი, რომ ამით მიიღწია ჩემ ხმას. საბედნიეროდ ძალიან მარტივად და გასაგებად ესმოდა აბსოლუტურად ჩემი ხმა. დაუყოვნებლივ ჩვენს მიერ მოხდა ბეტონის ფილების გამონგრევა, მოეწყო მცირე ზომის გვირაბი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მეხანძრე მაშველის შესვლა. გაკეთდა 80 სანტიმეტრიანი დიამეტრის ნახვეტი, საიდანაც ვაპირებდით ამ დაზარალებულ თანმისვლას და ფაქტიურად ხელით, ცარიელი ხელებით ხდებოდა იმ ნაშალი მასალის გამოტანა სინკარებიდან და გამოთავისუფლება შესასვლელი არხების, რაც საჭირო იყო დაშავებულამდე მისაღწევად. პარალელურად ამ გვირაბს ვამაგრებდით შესაბამისი ხელსაწყოთი, რადგან იყო ჩამონგრევის საშიშროება. შევიდა მეხანძრე მაშველი გვირაბის საშუალებით მიუახლოვდა ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეს. დაახლოებით 4 მეტრი უნდა გამიარა, რომ ამ ადამიანამდე მივსულიყავი. დაახლოებით 6-7 საათის შემდეგ უკვე მოვახერხეთ ამ ადამიანის შეხება. ფიზიკურად ისევ და ისევ რთული კონსტრუქციის განლაგების გამო ვერ ვახერხებდით უსაფრთხოდ შეღწევას თავიდან ბოლომდე დაშავებულთან, მაგრამ ის პატარა შეხება ადამიანთან, რაც მოხდა დაახლოებით 6-7 საათის შემდეგ. სახეზე ვერ დავინახე, იმიტომ რომ ზურგით იყო, მე უკან ახედან მივედი და მისი სახე ვერ დავინახე სამწუხაროდ. ზემოდან სქელი ბეტონის მასა ეწვა და ვერც მოძრაობდა. დაელაპარაკა პირადად, გაამხნევა და რა თქმა უნდა მისცა იმის იმედი, რომ რაც შეიძლება მალე გამოვიყვანდით ცოცხალს. იგი იყო კონტაქტური და ჰქონდა მეტყველების უნარი, თუმცა იყო მოყოლილი სქელი ბეტონის მასებს შორის და საიდანაც მე მოვახერხე მასთან მისვლა, იმავე გზით ვერ გამოვიყვანდით უკან, რადგან სივრცე იყო ძალიან პატარა. საერთოდ არ ქონია არანაირი კითხვა, თუნდაც ამდენ ხანს რაშვებით რითი ვერ გამომიყვანეთ, ახასიათებს ყოველთვის, როცა ესეთ ფსიქოლოგიურ ზეწოლის ქვეშ არის ადამიანი, ამას ვერავის ვერ გავამტყუნებთ, მაგრამ ზუსტად მისმა მოქმედებამ გამაკვირვა ძალიან, იმიტომ რომ იმდენად მშვიდად შეხვდა ამ ყველაფრის მიუხედავად იმ სიტუაციას და გარემოს, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ის ნდობა მოგვეპოვებინა. პირველ რიგში რაც ყველაზე მთავარი არის ჩვენთვის, რომ ნდობა გვენდო ის ადამიანი, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ყველა ის მოქმედება ისე ამეხსნა მისთვის, ამას რისთვის ვაკეთებდით, რატო ვაკეთებდით, რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო, რომ ეს ყველაფერი გაითავისა, ძალიან მშვიდად და წყნარად მიიღო თავიდან ბოლომდე და პერიოდულად თვითონაც კი გამოდიოდა კონტაქტზე, რომ არ ინერვიულობთ ჩემზე, მშვიდად ვარ, კარგად ვარ, არ მაწუხებს არაფერი, ყველაზე მთავარი რაც იყო და რასაც ვცდილობდით, რომ სუნთქვის პრობლემა არ შექმნოდა. არ მოიწია, არ მოიწია. იქ ჩემი მეწყვილე შევედით ამ გვირაბში, რა თქმა უნდა, პარალელურად ერთმანეთს ვინაცვლებოდით, რა თქმა უნდა, წყალით შევუტანეთ. ცოტა როგონს მოსულიყო, იმიტომ რომ სადღაც 10-დან 12 საათამდე იყო შიგნით ეს ადამიანი. დასაწყისიდან 11 საათი სულ ეკონტაქტებოდა, ელაპარაკებოდა, იმედს აძლევდა და მე ამბობს ვიადი რომ მან გამაძლებინაო იმისი. სულ მაიმედებდა, მშველოდაო და ძალიან დიდი მადლიერება.
რამოდენიმე საათიანი საკმაოდ რთული და სიცოცხლის და მეხანძრე მაშველის სიცოცხლის და რისკის ზღვარზე მუშაობის შემდეგ მოქალაქე ნანგრევები და გამოვიყვანეთ ცოცხალი. და ნუ გამოვიყვანეთ ეს მამაკაცი უკვე საკაცზე რომ დავაწუნეთ და ჩამოყავდა იქ შეკრებილი იყო ხალხი და ემოციები წამოვიდა ტაშის დაკვრა და ბრავო ეს პირადად ჩემთვის და ყველა იქ ყოფილი მეხანძრე მაშველისთვის იყო ძალიან ემოციური, რადგან ერთდროულად გეუფლება სიამაყის და ბედნიერებისგანც და რადგან კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იხსენია. მოქალაქე ნანგრევები და გამოვიყვანეთ ცოცხალი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც დღეს ცოცხალი ბრძანდება და ჯანმრთელობას უსურვებ. მთელი დღის და ღამის განმავლობაში ადგილზე ბრძანდებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი და უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოპერაციას და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო კიდევ დამატებითი სტიმული და мотиваცია ჩვენი მეხანძრე მაშველებისთვის, რომ ესე შემართებით გაეგრძელებინათ ძებნაშველის ღონისძიება. მინისტრს 29 საათიანი საძიებო სამუშაოების პროცესში ერთი წუთი არ მიუტოვებია შემთხვევის ადგილი, მეხანძრე მაშველების გვერდით იყო, ამხნევებდა, საჭირო რჩევებს აძლევდა, რაც ყველა მეხანძრე მაშველისთვის იყო ძალიან დიდი мотиваცია. ქვეყნის მასშტაბით, როგორც მოგახსენეთ, სრულად მოხდა მობილიზება მეხანძრე მაშველების. ეს იყო 450 მეხანძრე მაშველი, რაოდენობრივად ადგილზე მობილიზებული, რამაც მოგცა საშუალება უწყვეტი ციკლით გვეწარმოებინა ძებნაშველის ღონისძიება. მეხანძრე მაშველები ძებნაშველის ღონისძიების ფარგლებში 30 წუთიანი ინტერვალით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ჩვენ არ ვიცოდით სამაშველო ღონისძიება რამდენ ხანს გაგვიგრძელდებოდა, რომ ყველა მეხანძრე მაშველი ყოფილიყო შრომის უნარიანი და რა თქმა უნდა ჯანმრთელი. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის უახლოს ისტორიაში მსგავსი მასშტაბის გრევა, კატასტროფა არ დაფიქსირებულა. ამის და მიუხედავად ჩვენი მეხანძრე მაშველების მაღალი პროფესიონალიზმი, მაღალი კვალიფიკაცია, ის მზადყოფნის მაღალი დონე, რაც ყოველდღიურად არის მიღწეული როგორც ტრეინინგებით, ისე გამოცდილებით, ამ ყველაფერმა მოგცა საშუალება, რომ არც ერთი მეხანძრე მაშველი არ დაშავებულა. იყვნენ რამოდენიმე მეხანძრე მაშველი, რომლებიც 29 საათის განმავლობაში ნანგრევებიდან არ ჩამოსულან და ცდილობდნენ დროული დახმარება გაეწიათ ნანგრევებში მოყვავილი მოქალაქეებისათვის. мотиваცია იყო ჩვენი, რომ სანამ დავასრულებდით ყველა მოქალაქის სამძებრო სამუშაოებს, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არ ქონდა უფლება, რომ იქიდან გამოსულიყავით, მიუხედავად დაღლისა, მიუხედავად იმ რთული პირობებისა, რაც ადგილზე დაგვხვდა. დაღლა არ არსებობს, უძილობა არ არსებობს, სიმშილე არ არსებობს, მუშაობ, შეუსვენებლი მუშაობ, რომ რამენერად დაეხმარო და გაუწიო დახმარება. ნამდვილად ტრაგედია იყო ამ კორპუსის ჩამონგრევა. მით უმეტეს აქ იყო არასრულწლოვნებზე ინფორმაცია, რომლებიც იყვნენ შენობაში მოყოლილი და ჩვენ ვერ მივეცით თავისუფლება იმისი, რომ ჩვენ არ გაგვეგრძელებია ეს მუშა პროცესი. არ ჩერდებოდით ერთი წუთით. ნუ იქნებ, იყოს და ცოცხალი იყოს და გადავარჩინოთ. ამ განცდით ვიყავით ყველა. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როცა ინფორმაციას ვიგებთ, თუ რამდენი ადამიანი უნდა ვეძებოთ. შემდეგი ეტაპი არის ფიქრი იმაზე, თუ რამდენ ადამიანს შეიძლება მიუსწროთ ცოცხალს. როცა ადამიანი ნანგრევებიდან ამოყავს და ცოცხალი ხო, ეს ძალიან დიდი განცდაა, რომ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ცდილობა ქონდა იმისი, რომ მოგვეძია
ცოცხალი მოქალაქეები გამოგვიყვანა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, რაც მეტი საათი გადიოდა, ამისი ალბათობა მცირდებოდა. მე პირადად სადაც ვიდექი და ის ჯგუფები, რომელიც ჯგუფების ჩემს გვერდით მუშაობდნენ, ისეთი ძალით და ისეთი ენთუზიაზმით მუშაობდნენ, რომ აბსოლუტურად ყველას ჰქონდა იმის იმედი, რომ ჩვენ ვიღაცას, რა თქმა უნდა, კიდევ გადავარჩენდით. როგორ რაღაცა რომ მუშაობ, მაინც ხმები ისმის, ნუ იქეთ სხვა მუშაობს, აქეთ სხვა მუშაობს და რაღაც ხმები მოდის და ყველას გონია რომ არის ვიღაცა ცოცხალი. სამწუხაროდ მოხდა ასე რომ ვერ მოხდა ვერის გადარჩენა. სურვილი ქონდა რომ უფრო მეტი ცოცხალი ადამიანი გვეპოვნა, თუმცა სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე რომ ის ადამიანები ბოლოს რომლებიც უკვე აღმოვაჩინეთ, იყვნენ გარდაცვლილები, მათ შორის იყო რამოდენიმე არასრულწლოვანი. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანური დანაკარგი ძალიან მძიმეა, მაგრამ ბავშვი სხვანაირი ემოცია თითოეული ჩვენთაგანისთვის. ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ ის ბოლო ვინც იყო, რომ გამოგვეყვანა. სამწუხაროდ გარდაცვლილი იყო. მაგრამ შე ხო არ იცი შიგნით გარდაცვლილია თუ ცოცხალია, მაგრამ ჩვენი განცდა მაინც იყო, რომ ეგებ ცოცხალია. სამწუხაროდ 29 საათიანი ზებნაშვილის ღონისძიების დასრულების შემდგომ ნანგრევებიდან გამოვიყვანეთ 3 ცოცხალი მოქალაქე, 8 გარდაცვლილი, 8 გარდაცვლილიდან სამწუხაროდ 3 იყო მცირეწლოვანი ბავშვი. ...2021 წლის 8 ოქტომბერი ქვეყნის ისტორიაში შემზარავი ტრაგედიის სახელით შევიდა. ნანგრევებში მოყოლილი 11 ადამიანიდან სამწუხაროდ 9 გარდაიცვალა. მეხანძრე მაშველების ძალისხმევამ კი 2 ადამიანის სიცოცხლე იხსნა.